მადლი და მშვიდობა ძვირფასებოდა სრულიად საქართველოს. გილოცავთ ყველა იმ დღესასწაულს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში იზეიმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და სრულიად სამყარომ. ტრადიციულად უღრმეს მადლობას მოგახსენებ თითოეულ თქვენთაგანს გამოხატული ყურადღების, სიყვარულის და პატივის ცემისთვის. ჩვენ გადაცემას, როგორც ყოველთვის, დავიწყებთ იმ აპოლოგიის კითხვით, რომელიც წარადგინა წმინდა მოწამე არისტიდმა, ბერძენმა ფილოსოფოსმა, იმპერატორ ადრიანეს წინაშე, იმის დასამტკიცებლად თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ღმერთი, ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი და რას წარმოადგენენ სრულღმერთები და რატომ არიან ისინი სრულღმერთები. მას ვაგრძელებთ კითხვას, სადაც შევჩერდით სტიქიების განხილვაზე. ვინც წყალი გააღმერთა, იგიც შეცდა ჰოი მეფეო, რადგან ის ადამიანებისათვის სახმარი და სასარგებლოა, ექვემდებარება მათ, ბინძურდება, ფუჭდება, საღებავი ფერს უცვლის, გარემოს ტემპერატურით ცვალებადია და გამოიყენება 1000 გვარი არაწმინდების სარეცხად. ამიტომ შეუძლებელია თქმა იმისა, რომ წყალი, თავად ქმნილება ღვთისა, იყოს ღმერთი. აგრეთვე ისინიც, რომელთაც გააღმერთეს ცეცხლი, ზუსტად იგივენაირად ცდებიან, როგორც სხვა დანარჩენები, რამე თუ ცეცხლიც იგივე სახმარია კაცთათვის. გადააქვთ ერთი ადგილიდან მეორეზე, მასზე ხარშავენ და წვავენ სხვადასხვა სახის ხორცეულს. აგრეთვე გვამების კრემაციისათვის. მას აქრობენ სხვადასხვა საშუალებით, საიდანაც ვასკვნი, რომ ისიც ქმნილებაა ღმერთის და არა ღმერთი. არანაკლებად ცდებიან აგრეთვე ისინიც, რომლებიც ქარებს აღმერთებენ, რამე თუ ცხადია, რომ ისიც მეორეს ემსახურებიან, რომ ის ღმრთისგან ადამიანებს სარგებლობისთვის მიეცათ, იმისთვის, რომ გემებმა იცურონ და სხვა ადამიანური საჭიროებისათვის. ძლიერდებიან და სუსტდებიან ღვთის ბრძანებით. ამიტომ და ნუ იფიქრებს ვინმე, რომ ქარნი ღმერთები არიან, არამედ ისიც ქმნილებაა ღმერთისა. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ვაგრძელებთ ქრისტეშობის მსახურებაზე წაკითხული მეოთხე სახარების განმარტებას. შეგახსენებთ კიდევ და კიდევ, რომ ავტორი მისი გახლავთ წმინდა ნიკოლოზ სერბი, ველიმიროვიჩი, ხოლო თარგმანი ჩემი. ღრმობისას პირადი შეხების გარდა, ქრისტე ქამიტებს მომავალშიც შეეხო როგორც მოძღვარი და მკურნალი, ტვიროსის და სიდონის საზღვრებიდან მოსულების სახით. მაგრამ ვინმე თუ იკითხავდა, რით შეეძლო ყრმა იესოს ქამიტების დახმარებაო ეგვიპტეში, თუ კი არც საუბარი შეეძლო და არც სასწაულების ქმნა, მას კითხვითვე შეუბრუნებდი სათქმელს. იყო კი თუნდაც ერთი მომენტი მისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში, სადაც არ ეთქვას, რომ ყოველთვის არ არის საჭირო მხოლოდ ენით ლაპარაკი და არ ჩაედინოს სასწაული? მზესაც არ გააჩნია ენა, მაგრამ მოსმენის მსურველს განა ყოველდღიურად არ ესაუბრება? მას არ აქვს ხელები, მაგრამ განა ის ყოველდღიურად არ ქმნის საოცრებებს ამის ხილვის მსურველთათვის. ჩვენ მოკვდავნი ვერ ავწყავთ და ვერც შევაფასებთ ყრმა იესოს ეგვიპტეზე გავლენის სრულ საზომს, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ის უსაზომო იქნება. არ განიკურნა განა სისხლდინარე ქალი,
რომელიც მხოლოდ მისი სამოსლის კიდეს შეეხო, მაშ როგორ ვერ შეძლებს ადამიანებზე ეგვიპტეში უზარმაზარი გავლენის მოხდენას ერთი მხოლოდ სასწაულებრივი თანამყოფობა მათთან? თუმცა საკმაოდ მკაფიოდ მოსჩანს ქამის მიწაზე მისი მათთან ამყოფობის გავლენა ქრისტიანობის შემდგომი ისტორიის მანძილზე. ზუსტად ეგვიპტეში აყვავდა ბრწყინვალე და გმირული სამონასტრო ცხოვრება ღირსი ანტონი დიდის მეთაურობით ქრისტიანულ ეკლესიებში. ეგვიპტეში დაიღვარა მრავალი მოწამეობრივი სისხლი. განასაკმარისი არ არის მხოლოდ წმინდა ქალწულ მოწამეთა ბარბარეს და ეკატერინეს სახელების ხსენებაც კი. ზუსტად ეგვიპტემ მოგცა ქრისტიანობის დიდებული და სახად მოზროვნე ღვთისმეტყველები. ეგვიპტელმა ქრისტიანებმა გაიარეს ისეთ მწვალებლებთან ბრძოლის საშინელი ქართცეცხლი არიოზის მეთაურობით და ზლიეს ეს უკანასკნელი. არ ცხვინეს მას და ეკლესია კი ამ შეუფასებელი გამარჯვებით შეამკეს და განამშვენეს. ნიკეაში ეგვიპტის შემადგენლობამ დაამტკიცა რწმენის სიმბოლო საყოველთაო მსოფლიო კრებაზე, ხოლო განმანათლებელი ათანასე ალექსანდრიელი იმგვარად გაბრწყინდა, როგორც ოდესღაც კაშკაშამზე ფარაონის კუთვნილ ოდესღაც ჩაბნელებულ მიწაზე. რა თქმა უნდა, რომ ჰეროდესაგან ჩვენი უფლისი იესო ქრისტეს ლტოლვის განმარტებელი მიზეზის აქ მოყვანით არ ვფიქრობთ, თითქოს სრულად ამომწურავად ჩამოგვეთვალოს ისინი. პირიქით, ვაღიარებთ, რომ მოკვდავთათვის მისაწვდომი მიზეზებიც კი სრულად არ გვითქვამს და რამდენად უფრო დიდი და ურიცხვი იქნებიან მათთვის მიუწვდომელი და ღვთაებრივი ყოვლადწენი განგებულების კივრში, საიმედოდ და ღრმად დამარხული ამ დიდებულ მოვლენათა მიმდევრობის საოცარი პასუხები და მიზეზები. ახლა კი დაუბრუნდეთ ბოროტმოქმედ ჰეროდეს და ვიხილოთ თუ რისი ჩამდენია ხელისუფლების წყურვილის ვნებით შეპყრობილი და გამხეცებული ადამიანი. ამას ჩემო ძვირფასებო გავეცნობით შემდეგ გადაცემაში. დაგლოცოთ და გაგახაროთ ყოვლად წმინდა ღვთის მშობელმა, რომლის ცხოვრებასაც ღირსი მაქსიმე აღმსარებელის მიხედვით ვეცნობით. უფლის დედას და სიცოცხლის წყაროს ასე ექცნენ თავის მეგობრები და ჰურიასტანის, ანუ ისრაელის მკვიდრნი მტრებადამდევნელებად, უცხო მოდგმის ეგვიპტელებს შორის კი მან მეგობრები პოვა. როდესაც უფალი ურიასტანს განეშორა და თავის სანატრელ დედასთან ერთად ეგვიპტეში დაამკვიდრდა, ეგვიპტელებმა საკუთარი თვალით იხილეს განხორციელებული ღმერთი და მისი უბიწო ქალწული დედა, როგორც ამას იერემია წინასწარმეტყველი ბრძანებს. წმინდა მამებმა გვაუწყეს, რომ იესო ქრისტე და მისი ყოვლადწმინდა დედა 2 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ეგვიპტეში. შემდგომ ბოროტი ჰეროდე თავისი ბოროტის სიკვდილით მოკვდა და ეგვიპტეში იოსებს კვლავ გამოეცხადა უფლის ანგელოზი, რომელმაც მას უთხრა ადექი და წაიყვანე ყრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან მოკვდა ის, ვინც ყრმის სულს ეძიებდა. იოსებიც ადგა და წამოიყვანა ყრმა და დედამისი ისრაელის ქვეყანაში. როგორც გამოცხადებითვე ებრძანა, ქალაქის გალილეის ქალაქ ნაზარეთში დასახლდა, რათა წინასწარმეტყველთაგან თქმული აღსრულებულიყო, ეგვიპტიდან მოუხმეო ჩემს ძეს და ნაზარეველი ეწოდოსო. წმინდა მათემახარებელი იმას გვაუწყებს, რომ უფლის ეგვიპტეში ჩასვლაც
მისვი ეგვიპტიდან მობრუნებაც და ნაზარეთში დამკვიდრებაც უფლის ანგელოზის გამოცხადებითა და სიტყვით აღსრულდა. წმინდა ლუკა მახარებელი, წმინდა მათესგან განსხვავებით, არ გვაუწყებს, რომ იოსებს უფლის ანგელოზის გამოცხადებით ებრძანა ნაზარეთში დამკვიდრება, მხოლოდ აღნიშნავს, რომ ტაძარში რჯულის წესის აღსრულების შემდეგ იოსები, მარიამი და ყრმა იესო გალილეაში დაბრუნდნენ თავიანთ ქალაქ ნაზარეთში, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს მახარებლების მიერ ამ ამბის სხვადასხვაგვარად გადმოცემა ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს. ლუკა მახარებელი იმ ამბებს მოგვითხრობს, რომლებიც ეგვიპტეში წასვლამდე მოხდა, რადგან ისინი მხოლოდ აღწერის გამო ავიდნენ ურიასტანის ბეთლემში, სადაც უფლის გამოუთქმელი შობა აღსრულდა და 40 დღე იქ დარჩნენ. ამის შემდეგ მათ იერუსალიმში აიყვანეს ყრმა, რათა უფლის წინაშე წარედგინათ ტაძარში, რაც რჯულით იყო დაწესებული. იქ მოხუცებულმა სვიმეონმა ყრმა იესო ხელში აიყვანა, გულში ჩაიკრა და აკურთხა. ყოველივე ეს მათ ქალწულისგან შობილი უფლის განგებითა და ბრძანებით, რომ აღასრულეს კაცთა წყალობისათვის ნაზარეთში დაბრუნდნენ, სადაც მანამდე მკვიდრობდნენ. ამის შემდეგ, როგორც მამები გვიმოწმებენ, გავიდა 2 წელი და იოსებს გამოეცხადა უფლის ანგელოზი, რომელმაც ეგვიპტეში გაქცევა უბრძანა მას, რადგან ჰეროდე ყრმა მეუფეს ეძიებდა მოსაკლავად. იქაც 2 წელი იყვნენ. მოკვდა ბილწი ჰეროდე, ისევ უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ისრაელში დაბრუნება უბრძანა იოსებს, რომელმაც შეიტყო ხურიასტანში მამის ნაცვლად არქელაოზი მეფობდა. იოსებს შეეშინდა იქ მისვლა და კვლავაც გამოცხადებით მიიღო ბრძანება, რომ დამკვიდრებულიყო ნაზარეთში. ჰოი, როგორი დიდებულია და საკვირველი შრომა და რუდუნება, რაც სიცოცხლის ბოლომდე წილად ხვდა, უბიწოდა სანატრელ დედას, თუმცა ამ განსაცდელების ჟამს მას ნუგეშის ცემა არ მოკლებია ღვთისაგან. შეგეწიოთ ღირსი მამა მაქსიმე აღმსარებელი და თქვენი ფარველი წმინდა ანგელოზი, რომლის მესამე დღის რჩევასაც განვიხილავთ დღეს. მაშასე ფარველი ანგელოზი მიმართავს სულს. როცა შემოქმედმა სიცოცხლე მოგანიჭა, სული და სხეული გააერთიანა, ანგელოზი გამოგზავნა შენს დასაცავად. უფლის მადლით ნათლობის შემდეგ ახალი არსება მიიღე. ამ საიდუმლოს მონაწილე შენი ანგელოზი უზომოდ გახარებული იყო. იგი საკუთარი სისხლის ფასად ადამიანის გამომსყიდველ იესო ქრისტეს ხედავდა, რომელიც რჩეულთა რიგებში გიღებდა და ზეციური საჭურველით გმოსავდა. სული წმინდამ გაანათლა შენი სული. იგი მისი წმინდა ტაძარი გახდა. როგორ უყვარხარ ანგელოს, როგორი ერთგულია შენი. ზრუნვით გადაღლილი კეთილი დედა ზოგჯერ რამოდენიმე ხნით ღრმაძილს მიეცემა. ანგელოზი კი თვალს არასოდეს გაცილებს. ღვთის სახებისა და ქრისტეს მადლის სიუხვის ცქერით ტკბება. იგი ყოველთვის გიცავდა იმ უამრავი ხიფათისაგან, რომელიც მოგელოდა, როცა დედის ენის გაგება ესესაა დაიწყე. იგი იჩქაროდა შენთვის გადმოეცა ლოცვათა წმინდა სიტყვები. ფარველი ანგელოზი გულის ფიცარზე აღგიბეჭდავდა მათ. სულის სიღრმეში გიმეორებდა ქრისტეს და მარიამ ღვთისმშობლის სახელებს.
შენ კი ტკბებოდი სიმშვიდითა და ბედნიერებით. ამ დროს თავად იყავი ანგელოზი და სულიერი სილამაზით შენი მფარველი ანგელოზის სწორი. ახალშობილს ქრისტეს სისხლისა და ხორცის მისაღებად გამზადებდა. ღვთის სიყვარულს გინერგავდა, სულს ცეცხლოვანი სურვილებით გივსებდა. ზიარების საიდუმლოებით მხსნელი შენში შემოვიდა და გული გაგინათა. ანგელოზი დღე და ღამე ლოცულობდა შენთვის. რა ბედნიერი იყო შენი უცოდველი ხანა. რა სასიამოვნო მოგონებები დაგიტოვა მან. რატომ არ განაგრძე ამ გზით სვლა? რატომ დატოვე იგი? სადაა შენი უმანკოება, გულის ის წმინდა მდგომარეობა, რომელიც ზეციური არსებების მსგავს გხდიდა? რა დაემართა იესო ქრისტეს სისხლით განსპეტაკებულ სამოსელს, რომლითაც შეიმოსე ნათლობისას და რომლითაც ზეცაში უნდა გამოცხადდე? შენ გახდი უბედური, უძღები შვილი, შეურაცხავი ზეციური მამა და მფარველი მეგობარი. შენ მათ გაეკეცი, ისინი გეძახოდნენ, შენ კი არ გსურდა მათთან დაბრუნება. უგუნურო ბრმავ, უფსკრულისაკენ მიიჩქაროდი. ანგელოზი გაკავებდა და არ გიშვებდა მის ნაპირთან. საბოლოოდ ჯოჯოხეთის ხახისაგან მან გადაგარჩინა და ხსნელ იესოსთან მიგიყვანა. იმ წმინდა სამსჯავრომდე მიგიყვანა, სადაც ცოდვილი ღმერთს უბრუნდება. ეს მოდა შენი ახსარება და შენი გამოსწორება უხაროდა. შენზე გადამოსულ მადლს ხედავდა. ანგელოზთან ერთად უფლის ყველა რჩეულს უხაროდა შენი ხსნა. დიდხანს დარჩი მიცემული აღთქმის ერთგული. მალე ისევ უსჯულოების მორებში ჩავარდი და მფარველი ანგელოზის რჩევებს აღარ მოусმინე. რა არის შენი სიცოცხლე? ცოდვით დაცემათა, მონანიებათა და დარღვეულ აღთქმათა უწყვეტი ჯაჭვი, მაგრამ უსაზღვროა უფლის გულმოწყალება. უფალს მაინც უყვარხარ. მისი ანგელოზი ყოველთვის შენთან არის. შეთვის ლოცულობს და უფალს მადლის შენზე გადმოსვლას ევედრება. რამდენი ცოდვაც არ უნდა კონდეს უფალს მიენდე. მისი გულმოწყალების იმედი კონდეს და მფარველ ანგელოზს შემდეგი ლოცვით მიმართე. უფლის ანგელოზო, შემიდე ჩემი უმადურება. ძალიან განგარისხე ჩემი უგუნური საქციელით. რა ტკბილია შენი თანდასწრებით ცრემლის ხვრა, მადლიერებით ახსილი გულით შენი სიკეთის გახსენება. შენგან უამრავი სიკეთე მახსოვს. მე უღირს დედის ნაზი გულისათვის დამახასიათებელი სიყვარული და ერთგულება მიჩვენე, მე კი უბედური არ ვფიქრობდი სამაგიერო მადლიერებაზე. ჩემი საქმეებით შენ სიწმინდეს შეურაცხყოფდი. როცა სინდისის ხმით მელაპარაკებოდი, არ გისმენდი. შენს წინაშე შეურაცხყოფდი ღმერთს. გმადლობ უფლის ანგელოზო, შენი საოცარი მოთმინებისა და კეთილი საქმეებისათვის. სიკეთეზე ბოროტებით გპასუხობდი, მაგრამ ახლა მსურს გადიდო და მიყვარდე. დაგიცვათ და დაგიფაროთ თქვენმა მფარველმა ანგელოზმა. ჩემო ძვირფასებო. წიგნიდან წმინდათა საგალობელი. მაცნე ღვთისგან სახიერი სიხარულს ვინც არ ელოდით, მოგანიჭებთ გაბრიელის კრება მთავარ ანგელოზის. ვინც ზრუნავდა, ზრუნავს თქვენთვის გივლიდნენ და კვლავ გივლიან, მათთან ერთად გლოცავთ ღმერთით, კვირიკეცა და ივლიტაც.
მოთმინება საარაკო დარჩა სიბრძნის ანაბანად შეგვეციოს გაგვახაროს მუცლად ღებამ მართალ ანას. წიგნიდან იესო. მახვილით ხელში ძმისა მომკვლელი კაენი სულსათვის წარიწყმეთსო სული მომმადლე მტრისთვის მლოცველი ჩვენთვის ჯვარცმლო ქრისტე იესო. მონანულ ცოდვილთ წყალობას მიჰფენს მის ცრემლს ვედრებას ყურად იღებსო აცხოვნებს ჭაბუკს ყრმასა და ძირძველს ღვთისმშობელი და ტკბილი იესო. ურიცხუ ცოდვათა შინამცხოვრები ერი მორწმუნე ნიშანს იღებსო მეძალმით ხოლო ცხოვნება თქვენი რომელმან გიშევთ ხსნელი იესო. მიხვდით ძვირფასებო რომ ღვთისმშობელი გვეუბნება ჩვენ. კვლავ ჩემი წიგნიდან ურთულესიდან უმარტივესამდე, ანუ ფიქრები მართლმადიდებლობაზე. რადგან ყოველდღე ხედავ ან გესმის ავადმყოფობა და მიცვალება ვინმესი, აქედან მაინც ისწავლე ის, რომ ამ ქვეყნად ყოველივე ჭკნობადი და წარმავალია. ამასთან დაკავშირებით მე მახსენდება ძვირფასებო სიბრძნე ბალავარისაში აღწერილი ამბავი, როდესაც უფლისწულს ისე ზრდიდა მეფე, რომ მას არ ენახა არც არავის გარდაცვალება, არც არავის ავადმყოფობა, რომ არ დაფიქრებულიყო წარმავლობასა და მარადიულობაზე. და აი ის გახდა საფუძველი იმისა, ჩემში რო ამგვარი ნააზრევი წამოვიდა და მოვიდა თქვენამდე. და როგორც ყოველთვის ჩემო ძვირფასებო, გადაცემას დავასრულებთ ლექსათქმული სახარებით, ანუ ამბავი კეთილით. ცის და მიწის შეერთება შეძლო მხოლოდ ერთადერთმა, ვინც მათ შორის დასდო ზღვარი მაცხოვნებელთვის იჯვარით. ავიდა და მხრითაზი და კაცთა ცოდვა მრავალგვარი, განაქარვა ცრემლი გლოვა აღასრულა სამართალი. ძლია მტერს საკაცთა მოდგმის ვინც აასვა საწამლავი, ღმერთთან მყოფთა მარად ლოცვით იყვნენ წმინდა და მართალნი. ხსნა აღუთქვა, აღუსრულა, ამბით ამით გასახარით და შეიგრძნო მათმა გულმა სიკეთენი წმინდა ჯვარის. დრო გავიდა კაცმა ვინმე ბრძოლისა წინ დიდი ლაშქრის ერქვა ვისცა კონსტანტინე ცადიხილანიში ჯვარის. ხვალე დილით წარიმწვარე გაამხნევე ამით ჯარი და უწყოდე ამითას ძლევ გადაგარჩენს ჩემი ჯვარი. აღესრულა მისი სიტყვა, დასრულდება იგი დღემდე, იერუსალიმს ჩავიდა ჯვრის საძებნელად ელენე. მოიძია ის ადგილი, სადაც დაჰფლეს სამი ჯვარი, რომ დარწმუნდეს ნამდვილია და არასგზით არ სიზმარი. იმ ადგილის სამყოფელი გასცა ისევე იუდამ, სასწაულის საკვირველი ღვთის განგებას ასე სურდა. სახელი დაემთხვა მხოლოდ, გამცემმა ხოში შთილება, დაიკვნეს ამ მტერმა ბოლოს, ხედავთ, ეს რა მომივიდა. ვინც ვიყიდე მან გამყიდა, შემირცხვინა სიტყვაც, საქმეც ცხარე ცრემლი დამადინა, მან ვის ძლევაც განვიზრახე. და გათხარეს ის ადგილი, სადაც აიყო დაფლული, ჯვარი უფლის ავაზაკთა მის გვერდითავე ჯვარცმულის.
და შეახეს სათითაოდ მიცვალებულს სამი ჯვარი, რომ იცოდნენ სამომავლოდ ქრისტესი რომელი არის და ერთ-ერთმა ხისა ჯვარმა მკვდრის აღდგობით გაახარა, დაითხოვა იქვე ხალხმა ასწიეთო დასანახად და ელენეს არ დასჭირდა დროის დიდი დახანება, ჩვენ ვზეიმობთ ამჟამიდან ქრისტესა ჯვართა მაღლებას. შეგეწიოთ მისი მადლი ღვთისგან თქვენთვის მოზომილი, გლოცავთ ბრძენის საღვთო ტაძრის იოანე ოქროპირი. გახარებდეთ გამომხსნელი საქმე ჩვენი მესიისა, გლოცავთ დედა ღვთისმშობელი ხატით თვისით ლესნინისა. გმადლობ, გლოცავ და მიყვარხარ საქართველო.